მოკლედ, დღეს გვაქვს ზედატანი, იმიტომ რომ პროგრამა შევცვალე. ახლა გინდ ფაზაზე ვართ. შესაბამისად, ის პროგრამა რაც ყოველდღიურობაში მქონდა ხოლმე, მზადებაზე, ან ისე, ფიზიკურად ვერ მექნება. რადგან ადმინ ფაზაში სხეულს უჭირს მაინც იგივე პროგრამით და დატვირთებით ვარჯიში, რაც აქამდე მქონდა. კერძოდ ის წონები და ის ვარჯიშები, რომელიც თავმოყრილი მქონდა. ამიტომ ახლა პროგრამაში გვაქვს ზედატანი, ქვედატანი და დამატებით ფუნქციური ვარჯიშები. ეს სამი ვარიანტი იქნება გადაწყვეტილი კვირაში და მაქსიმალურად იმაზე იქნება ფოკუსირებული, რომ ჩართული იყოს ყველა კუნთის შესაბამისად, კუნთური მასა შეარჩუნდეს და თან გამოფიტვის ვარიანტი არ იყოს და ამასთან ერთად ვარჯიშები არ იყოს ჩავარდნილი. ვაძლევთ სხეულის მაქსიმალურად დროს იმისთვის, რომ ეს აღდგენითი ფაზა გაიაროს და შემდეგ ზუსტად არ ვიცი რამდენი ხანში მინიმუმ 3 თვე მაინც ან 2 თვე მაინც ესე უნდა ვიყო. და ცხოვრებისეული პერიოდიდან გამომდინარე შევხედავ, როდის შევძლებ ახალ ეტაპზე გადასვლას. შეჯერებით ჩემპიონატებზე რაღაც წარმოდგენები მაქვს, რა შეიძლება მომავალ წელს, მაგრამ აი დაზუსტებით რაღაც ვერ ვიტყვი. ვიცი რა მაქვს გასაკეთებელი, მზადების დაწყების შემდეგ, ანუ რაზე მაქვს ფოკუსი გასაკეთებელი, მაგრამ მაინც ჯერჯერობით სხეულს აღდგენას ვაცდი და წინასწარ დასკვნებს არ გავაკეთებ. ასე რომ ახლა გავაკეთოთ ზედატანი და ნენა დაჩი რაღაცებს მოგიყვებით. ზოგადად ზედატანში თითოეული კუნთი ზედატად 1 ან 2 ვარჯიშით გვიწევს. დელტებს დავიწყებ კონტროლად შუას. და შემდეგ მივყვები. ანუ ძირითადი მიზანი არის მაინც ნერვული სისტემის დასვენება. მე პირადად, როდესაც ერთი მიშლით მაინც ცვლი ჩემს ვარჯიშებს, სამს ვაკეთებ, ყველაზე ორს ვაკეთებ, ფსიქოლოგიურად ისე ვისვენებ, რომ ავტომატურად ნერვული სისტემაც ისვენებს. ასე რომ არის პატარა დეტალები, რომელიც კარგია თუ იქნება გამოყენებული და მოусმენს შენ სხეულს. ასე რომ გავაკეთოთ შუა. საშუალო წონით ვაკეთებ, ძირითადად ცოტა ბევრ გამეორებაში, გრძნობაზე აქცენტირებულად. შემდეგ არის უკანა დელტა პეპელას ტრენაჟერში შემოძრებულ ვარიანტში. ოთხ ჩემ ფავორიტია ეს ვარჯიში. სადაც ამატავი და ამას ვაფერვი მინაცვლებს. ასე რომ აქაც და ამ პროგრამაშიც გვაქვს პეპელა. ახლა გავაკეთებ კერს. კერის 2 ვარჯიში იქნება. შესაბამისად, სამუშაო მსვლა იქნება თითაზე მხოლოდ 2. პეპელა, შემდეგ გავაკეთებ სმითს, ზედამ კერდისთვის, ამ პოზიციაში რომ ამით წინადადებას ამოვუწერო. იმიტომ რომ წინადადის საკეულში არ გამიკეთებია. ასე რომ ხა პეპელაში შევასრულოთ. გადმოვედით სმითში. აქ კი მოქვს ახსნილი როგორც ვაკეთებ.
ამ კიდევ ერთხელ გეტყვით, როდესაც გსურთ რომ ზედამკერდზე უფრო მეტი აქცენტი გქონდეთ და კარგი, ყოველთვის იდაყვებს ოდნავ ითაწვევით, იდაყვებით და შემდეგ ზემოთ. ამ პოზიციაში გაშლილი აკეთებს ძალიან ბევრი. აქ ზედამკერდის რაღაც ნაწილი შეიძლება იგრძნო, მაგრამ მაინც უფრო წინანდელტას იგრძნობ. შესაბამისად, აი ოდნავ იდაყვები და ამ პოზიციაში ვასრულებ მე პირადად. აი ზედამ ფაზა იდეალურად ვცნობ მე. ასე რომ უბრალოდ მაგ სტილით ვაკეთებ ისა. კაი ძიმია. Ramagada. ახლა გადმოვედი სულზე. ვერტიკალურ ჩამოწევას ვაკეთებ. აკეთე პატარა რაღაც დავამღავენ ჩემ თავზე და შეგიძლიათ თქვენ ცადოთ, შეიძლება თქვენთვისაც კარგი გამოდგეს. როდესაც ხელს კიდევ ოდნავ მაჯას წინწევ. და ამ პოზიციაში და ამ პოზიციაში ვქაჩავ. და აი ბევრად კარგად გზნობ უგანიერეს. თქვენ შემთხვევაში შეიძლება იგივენაირად იყოს. ანუ ერთი დეტალი საერთოდ შეიძლება მაჯის წინ გადახეთ, მაჯისებრი კუნთი უფრო ჩაკეთოთ. ასე რომ არ ვიცი თქვენ როგორ მოგეტონებათ ის ეკენით ჩემ ვარიანტისთვის ამ ეტაპზე კარგ მოგზნობინებს. კარგად მიაქვს. ან ტურნიკი და ვერტიკალურ ჩამოწევს ის ერთ იგივე მოძრაობაა, მაგრამ ვერტიკალურ ჩამოწევს ტურნიკი ვერ მინაცვლებს. მიუხედავად იმისა, რომ ტურნიკი არის ტოპ ვარჯიში მაინც. ახლა შევასრულებ ჰორიზონტალურ გამოწევას და აქ მინდა ძალიან კარგი რაღაც გაჩვენოთ. ვისაც გსურთ უგენეს ქვედანაწილი, ძალიან კარგი ვარიანტია წინ გადახრილ პოზიციაში. და გაჩვენოთ როგორ ვასრულებ ხეების შუაში და ტანით წინ ვჩები და ამ პოზიციაში მომაქვს ჩემსკენ ღერცი. მაქსიმალურ წინს. აი ძალიან კარგი ზომა მაქვს მიხედავ ნაწილში. სადაც ამ პოზიციაში მაღალწონა არ აიღოთ, იმიტომ რომ ხეხი მალე მაინც ასე თუ ისე დავფიქსირ პოზიციაშია და რამე არ დგინოთ. და ხელების ჯერის მოვიდა. ბიცეპს ვაკეთებ სუპერსეტში. ამ ჯამში ორი სუპერსეტი გვექნება. შესაბამისად პირველ სუპერსეტი იქნება 70 გრადუსიან სკამში. ვაკეთებთ ჰანტელებით. შემდეგ 20 გრადუსზე ვაკეთებ ტრიცეპს ჩაქუჩებით. და შემდეგ კიდევ ერთ სუპერსეტი გვექნება და ამით ამოვუწურავთ ხელებს. Fuck. გადავწიოთ.
სინათლა გითხრათ, კარგია რომ ეს სტილი მიწეროს, ეს სტილი ავირჩიე. რადგან სხეული დაღლილი ამაზე ძნობ, თან მუშაობას ბევრი მიწერს. ამის ფონზე ფსიქოლოგიურად ისე იღლები, რომ ვარჩის ენერგია ნაკლები რჩევა. თან ერთ თვეას უგასული ჩემპიონატინა და ჯერ კიდე ადრე ხა იმის თქმა, რომ დავიწყოთ ისევ იმ შემართებით ვარჩი, როგორც ვიყავ. არა, ვერა. სასწრებით უკვე ვერ არის ხოძე და აღდგენა სჭირდება. ისე რომ ამ სტილით ვაძლევთ იმ მაქსიმალურ სხეულ საშუალებას, რომ დაებრუნოს თავისი ადგილი და შემდეგ ნახოთ რა იქნება ჭერს და აბსოლუტური. და მეორე სუპერსეტი, რომელსაც უკვე ბლოკში გავაკეთებ ორივეს. პირველი ბიცეპსი მოკლე ღერტით ამოტანა და მეორე ტრიცეპსი თოკით ჩამოწევა. ტრიცეპსი და სულ ეს იყო ჩვენი ვარჯი. თლიანი ზედანი მოვიცავი. ნორმალურადაც დავიტვირთე. არ ყოფილა რაღაც თავის დაძრობა ანამე. ალბათ იმ სტილში ვარჩობ, რომ ყველაფერი იყოს ბალანსში. მივცე სეულ საშუალება რომ ავდგეს, სახსრებმა დაისვენოს, გონებამაც დაისვენოს. აი ამ ჭრილს ვირჩევ და ამ ჭრილში ვამუშავებ ყველაფერს. და როგორც თქვი, ეს ყველაფერი узმოზე. узმოზე ვარჩი ძალიან მიხრება და მომწონს. ასე რომ ეხლა დავალ სახში და გვექნება პირველი კვება. მოკლედ სახში ვარ, გამომწოდე კვება და ახლა განახებ თუ როგორ გამოიყურება. ეს ჩვენი კვება. აქ არის შვრია, დარიჩინი, ჩია, მარილი, ბანანი, არქის კარაქი და პროტეინი. ხო, ორნაირი პროტეინი გავუკეთე. იდეალურად გამოიყურება და ერთს უნდა შევჭამო. აქვე მინდოდა მეჩვენებინა ჩემი ვიტამინები, რომელსაც ყოველდღიურად ვიღებ. ესენია განსაკუთრებით ყველაფერი, D ვიტამინი, ცინკი, ეს ალფა-ლიპიო, კუჭისთვის, მილქსისტილი, ღვიძლისთვის, C ვიტამინი ყველა ვარიანტში, მაგნეზიუმი, პრობიოტიკი და ომეგა-3-ის. ესეთი ვიტამინებია, რომელიც მოახდინეთ პერიოდში გვჭირდება. ასე რომ, ჩემი ყოველდღიურობა ვარჯიშის შესაძლებელი ასე გამოიყურება. შეიძლება ერთი თვის შემდეგ აღდგენით ფაზა, რომელიც ცოტა დიდი ხანი გაგრძელება, მაგრამ საჭიროა. ასე რომ, ახლა ამით დაგემშვიდობებით და ვეცდები უკეთესი ვიდეოები შემოგთავაზოთ და თუ რამე იდეა გაქვთ, დამეწერეთ, აუცილებლად გავითვალისწინებ. რა თქვენ იცით?